ერთ შეხვედრით ხედავთ რომ ძალიან ლამაზი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება რეალობა სულ სხვა იყოს და ბედნიერი ადამიანი არასოდეს არც აფიშირებს, არც სხვას არ ტკივილს არ აყენებს, იმიტომ რომ თვითონ ბედნიერია და ამ თავისი ბედნიერებით ტკბება. არ ჭირდება მას სხვას უმტკიცოს, რომ ის კარგად არის. ორი პარალელური სამყარო, ერთი რეალური სადაც ცხოვრობთ, ერთი სოციალური ქსელები, ინტერნეტ სივრცე. ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვიყენებთ ტექნოლოგიებს სწორად. და ამას რა გავლენა აქვს ამ ტექნოლოგიების განვითარებას ორ პარალელურ სამყაროს ადამიანის მენტალურ მდგომარეობაზე? ჩემთვის სრულიად მიუღებელია ეს შექმნილი სამყაროებით თავის წარმოჩინება. ძირითადად მოდი ასე ვიტყოდი, რა ჩივილით მოდიან, რა პრობლემებით მოდიან, ბავშვური გამოცდილებები და ბავშვური ტრამვებია, რაც მე დიდებს ხელს უშლის ნორმალური ფსიქიკური ჩამოყალიბებისთვის და განვითარებისთვის დიდწილად, რა თქმა უნდა. რომ მარტო ვაკითხავთ ექიმს, როდესაც თქვა ფიზიკურად რაღაც ტკივა და თუ არიან მომართვიანობა თქვა სპეციალისტები. შვილებზე და ოჯახზე ორივე სქესი თანაბრად პასუხისგებელია, ხო? თუ შვილი კარგი გამოვიდა, მამასთან ემგონდა, თუ რამე შეცდომა დაუშვა, აუცილებლად დედის ბრალია, ხო? მიაქციონ ყურადღება, როგორ შეცვალონ საკუთარი ცხოვრება. ყველა ქალს ვურჩევდი, რომ ერთ დღეს დავჯდეთ და დავფიქრდეთ, ვინ ვართ ჩვენ, რას წარმოვადგენთ, რა შესაძლებლობები გვაქვს. მოგესალმებით, ეს გადაცემა ქალის ხმა, მე მისი წამყვანი ჟურნალისტი შორინა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგი ეკა ჯაფიაშვილი. დიდ მადლობას გიხდით ეკა. მოგზანებისთვის, იმისთვის რომ ხართ ჩვენთან ერთად და პასუხობთ კითხვებს. მაყურებელს კი ვეტყვი, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა ქალთა მენტალური ჯანმრთელობა. ამ მის ირგვლივ ვისაუბრებთ. ეკა, რომ ავუხსნათ მაყურებელს თავდაპირველად, რას ნიშნავს მენტალური ჯანმრთელობა? იმიტომ რომ თითქოს ჯანმრთელობა სხვა კუთხით, მხოლოდ ფიზიკურს ეხება ზოგადად და იმ მაყურებელს რომ ავუხსნათ და შემდეგ უფრო ადვილიც იქნება რომ გაიგოს მაყურებელმა რაზე ვსაუბრობთ ზოგადად. დიდი მადლობა მოწვევისათვის, პირველ რიგში მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მენტალური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის დღევანდელ ჩვენს საზოგადოებაში, რადგან მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ ბოლო დროის განმავლობაში ყოველ მეათე ადამიანს აწუხებს აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. თუმცა კიდევ გარკვეულ დაწვრილებით რომ განვიხილოთ ჩვენს გარშემო არსებული სიტუაცია, შეიძლება ეს მაჩვენებელი უფრო ქვევითაც ჩამოვიდეს და უფრო გახშირდეს კიდეც. მენტალურ ჯანმრთელობაში მოიაზრება რამდენიმე კომპონენტი, ეს აერთიანებს ემოციურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კოგნიტურ მდგომარეობას. მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ეს კომპონენტები ცალ-ცალკე განვიხილოთ, თუმცა ზოგადად, როდესაც ადამიანი გრძნობს თავს კარგად, შეუძლია აქვს იმის უნარი, რომ გაუმკლავდეს მიმდინარე სირთულეებს, გამოწვევებს და თავის ცხოვრებაში მოსულ პრობლემებს და ასევე გარკვეულწილად პასუხი გასცეს ამ ყველაფერს და გააგრძელოს სრულფასოვანი ცხოვრება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ იყოს პროდუქტიული და ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ ესეთი გამოცდილება გვაქვს, რომ მაინც და მაინც ექიმს ვაკითხავთ მაშინ, როდესაც ფიზიკური პრობლემები გვაქვს და ვთვლით ამას, რომ ეს ნორმალურია, თუმცა კულტურა მენტალური ჯანმრთელობაზე ზრუნვის და თუნდაც რეაბილიტაციის და თერაპიისა ჩვენთან არ არსებობს. რაღაცომღაც განიხილება, რომ ფსიქოთერაპია, ფსიქოლოგთან ვიზიტი არ არის მიღებული ჩვენ საზოგადოებაში. მოდით თითოეული კომპონენტი რომ განვიხილოთ, მოკლედ ცალ-ცალკე საინტერესო იქნება, ხომ? აი ემოციური თვალსაზრისით. ემოციური კომპონენტი მენტალური ჯანმრთელობის ნიშნავს, რომ ადამიანს ჰქონდეს ადეკვატური თვითშეფასება, სწორი თვითშეფასება. ეს ძალიან დიდი თემაა და ძალიან შორს წაგვიყვანს ამის განხილვა, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანს სწორი წარმოდგენა ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. ვინ არის, რას წარმოადგენს, რა სურს და რა შეუძლია. აქ ასევე ჩვენ უნდა ვთქვათ აუცილებლად საკუთარი თავის მიმღებლობა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ მე ვიცნობ ჩემ თავს ძალიან კარგად, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, მე უნდა შემეძლოს, რომ მივიღო კიდეც ჩემი თავი ისეთი, როგორიც არის და შევეცადო ჩემი უარყოფითი მხარეების გამოსწორებას, გაუმჯობესებას, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე განვიხილოთ ემოციური მდგრადობაც, ანუ ემოციების გაგება, ამ ემოციების
პრობლემების გაზიარება, სხვისი ემოციების გააზრება, გაგება, თანაგანცდა და ზოგადად ემოციების მართვა, მენეჯმენტი, ხო? ამაზე ძალიან დიდ წილად დამოკიდებულია ჩვენი ცხოვრების სიმშვიდე. ახლა ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ სოციალური კეთილდღეობა, რომელიც ნიშნავს იმას, რომ მე დავამყარო ადამიანებთან ურთიერთობები, გარკვეული მონაწილეობა მივიღო საზოგადოებაში და რაც მთავარია ამ ურთიერთობებისაგან მე მივიღო სიამოვნება. რათა კიდევ უფრო მეტი სურვილი გამოჩნდეს, რომ ახალ ურთიერთობებში ჩავება. რაც შეეხება კოგნიტურ კომპონენტს, აქ ერთიანდება ის თუ როგორ ვიღებ მე რა სახით რა საშუალებით ვიღებ ინფორმაციას სამყაროდან, გარე სამყაროდან, როგორ ვამუშავებ და ვაანალიზებ ამ ინფორმაციას, როგორ ვიყენებ ამას, როგორ ვჭრი პრობლემებს და როგორ მანიპულირებ ამ ჩემს მიერ მოპოვებული და გაანალიზებული ინფორმაციით. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რომ ქალის მენტალურ ჯანმრთელობაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისევ როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობას ადამიანი ჰოლისტური ერთიანი არსებაა და ისევე მიექცეს ყურადღება ფსიქიკურ მენტალურ ჯანმრთელობასაც როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობას. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრების ხარისხისათვის. უშუალოდ სანამ სხვა კითხვებზე გადავალე, კარგ რაღაცას შეეხეთ, თუ გაიზარდა შედარებით სხვა წლებთან შედარებით ამის კულტურა, რაც თქვენ თქვით რომ მარტო ვაკითხავთ ექიმს, როდესაც თქვა ფიზიკურად რაღაც კივა და თუ არიან მომართვიანობა თქვა სპეციალისტები. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდები უფრო კარგად იგებენ ფსიქოლოგის დანიშნულებას, მნიშვნელობას და ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევები საჭიროებას, ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც მშობლისთვის უთხოვია ფსიქოლოგთან წაყვანა და მშობელს ძალიან შეშინებია ამ საკითხის, რომ რატომ რა ჭირს რაღაც ხდება. არაფერი. ახალგაზრდებს უკეთესად ესმით, რომ მათ ჭირდებათ თუნდაც თავისი პრობლემის შესახებ საუბარი, თუნდაც ამ პრობლემის გაზიარება ან სწორი გამოსავლის მოძებნა და ძალიან კარგია რომ ესეთი კულტურა ნელ-ნელა შემოდის, თუმცა საშუალო ასაკში შეიძლება ითქვას, თუმცა პროცენტი ჯერ კიდევ ძალიან დაბალი არის. ეგ ხშირად გვსმენია ჩვენს გარშემო, რომ თქვათ ქალი არ ასრულებს ფიზიკურ სამუშაოს არც სახლში, არც გარეთ, თუმცა ემოციურად იღლება. თუნდაც ზრუნვით, ოჯახის წევრებზე, საყვარელ ადამიანებზე, ან ფიქრი ღლის ერთის ასე რომ თქვათ, ხო? მაგრამ ვერ ხვდებიან რომ ეს შეიძლება მათ მენტალურ ჯანმრთელობას უქმნიდეს საფრთხეს. აი აქ რასთან გვაქვს ხოლმე საქმე, რაღლით ასე ვთქვათ, რომ აი დაინახონ ქალებმა, რომ დიახ, თქვენ არ მუშაობთ ფიზიკურად, უბრალოდ ზრუნავთ, მაგრამ ცუდად ხართ ხო ასე? აქ ძალიან ვრცელი საკითხი თქვენ ისეთი თემა დასვე ძალიან აქტუალურია და საჭირო თემა, თუმცა ძალიან ვრცელია და ცოტა სიღრმეებში შესვლა დაგვჭირდება აქ. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია განვიხილოთ ის საკითხი, თუ რამდენად ეს ქალბატონი ავიღოთ, რამდენად კარგად იცნობს საკუთარ თავს და რამდენად კმაყოფილია ის იმ სოციალური გარემოთი, რომელშიც ის არის. პირველ რიგში, რამდენად ერთია საკუთარი თავის ცოდნა, მაგრამ მეორეა თვითშეფასება, ანუ როგორ იღებს ის საზოგადოება მას, რომელშიც ის არის და რამდენად კმაყოფილია იმ სოციალური ადგილით, მნიშვნელობა არ აქვს ეს ოჯახში იქნება, სამსახურში თუ საზოგადოებაში, რამდენად ავსებს მის სულიერ სამყაროს ის ადგილი, რომელშიც ის ცხოვრობს და ფუნქციონირებს. ამაზე შეიძლება ასევე გავლენა მოახდინოს იმან თუ რა საზოგადოებაში როგორი ვითარება, ხო? აი ადამიანისათვის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების განცდა, აი ჩვენთვის მოთხოვნი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილება უსაფრთხოების განცდა ჩვენივე და გარკვეულწილად გარანტირებული მომავალი, პროგნოზირებადი მომავალი. ჩვენ გარშემო რომ ვიხედებით, არც ლოკალურად, არც გლობალურად არ გვაქვს კონკრეტული წარმოდგენა ჩვენს მომავალზე და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი უსაფრთხოებაც მაინც არ არის დაცული, ხომ? აი ამაზე ფიქრი, იმ საფრთხეებზე ფიქრიც კი ხვალ რა მელოდება, განუსაზღვრელი მომავალი, ოჯახის ქალბატონები, ხომ? როგორ იქნება ჩემი შვილების ბედი, სოციალური პრობლემები, თუნდაც ეკონომიკური პრობლემები, თუმცა მთავარი მე მაინც პიროვნულ ფაქტორებს დაუკავშირებდი ამ ფიქრს, იმ თვალსაზრისით, რომ რამდენად კმაყოფილია ის თავისი მეთი
და აქვს თუ არა ის გეგმები, სურვილები და წარმოდგენები საკუთარ თავზე შესრულებადი, ან მიღწევადი, ან დაკმაყოფილებული. ის ამ ეტაპზე წარმოადგენს იმას, რაც მას სურდა, თუმცა იცის კი არა სურდა, ესეც დასასმელი საკითხია. სხვანაირად ვერ წარმოუდგენია. სხვანაირად შესაძლოა ვერ წარმოუდგენია, ხო? ესეც საკითხავია. კი ბატონო, ხშირად ქალებს არას თქმა უჭირთ, მოდი ასე ვიტყოდი, არა თუნდაც მის ძალებს რაღაც აღემატება და თუნდაც საყვარელ ადამიანს ოჯახის წევრს უთხრას, რომ არა, არ შეუძლია ვთქვათ და მაგრამ ის ჩვევაში აქვს ის ზრუნვა და ესეც რამდენად მისი ჯანმრთელობისთვის გადაღლილობას რამდენად იწვევს ქალის. იცით რა, ესეც უფრო მეტად პიროვნული მაჩვენებელია ვიდრე ქალებისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ჩვენს კულტურულ საზოგადოებაში მოგეხსენებათ დამეთანხმებით ალბათ რომ ოჯახში ქალი ყველაფერზე პასუხისმგებელი და ცოტა ხუმრობით შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითი, მაგრამ გეცოდინებათ ალბათ რომ მამები თუ შვილი კარგი გამოვიდა, მამას დაემგონდა, თუ რამე შეცდომა დაუშვა, აუცილებლად დედის ბრალია, ხო? დიდ პასუხისმგებლობა არის ქალზე რაღაცა, იმიტომ რომ ის დიასახლისია, დედა, ბავშვებს ზრდის და თუ სახლი არ არის მოწესრიგებული და ყველაფერი არ არის კარგად, ეს სამწუხაროდ ყველაფერი ქალის ბრალია, ხო? ეს არის ჩვენს კულტურაში, ეს არის არქეტიპული მეხსიერება, რომელიც ჩვენ დაბადებიდან გადმოგვეცემა ევოლუციურად, ანუ ჩვენ საზოგადოებისათვის მიღებული სტერეოტიპია, სამწუხაროდ სტიგმა, რომელიც დროთა განმავლობაში ალბათ ნელ-ნელა თუ კი ევროპულ ღირებულებებს ჩვენ გავითავისებთ და გავხდებით ევროპის ნაწილი, აუცილებლად ეს მოგვარდება, იმიტომ რომ შვილებზე და ოჯახზე ორივე სქესი თანაბრად პასუხისმგებელია, ხო? და ამასთან ერთად ეს პიროვნული მახასიათებელია და ბევრ ადამიანს არ შეუძლია თავის პარტნიორისთვის, ან ოჯახის წევრისათვის რაღაცაზე უარის თქმა, ხო? თუმცა ჩვენი შესაძლებლობები, ანუ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი შესაძლებლობები არ არის უსაზღვრო, შეზღუდულია და ჩვენ უნდა პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რისი შესაძლებლობაც გვაქვს ზუსტად, იმიტომ რომ საზღვრის დაწესება ბავშვისთვისაც და უფროსისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვიდრე მე ჩემ თავს მივაყენო დარტყმა, ზარალი და მე მენტალურად დავზარავდე იმ საქმის კეთებაში, რომლის უნარი მე არ გამაჩნია, თუნდაც დროითი, თუნდაც გონებრივი ან თუნდაც მენტალური რესურსი, უმჯობესია რომ კარგად გააცნობიერო და იმ ადამიანს განუმარტო, აუხსნა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან დიდი პრობლემაა გააზრების და მოსმენის. ჩვენ არ აქვს მოსმენის კულტურა. აი დავით გოგიჩაიშვილს აქვს ხოლმე პატარა პრეზენტაციები და ერთ-ერთი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როდესაც დავითმა მოიხსენია ესეთი აზრი გადმოგვცა, რომ ქართველები ერთმანეთს იმიტომ უსმენენ, რომ მე საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირონო. არა იმიტომ, რომ გაიგო რას გელაპარაკება შენი პარტნიორი და რა უნდა, რა ინფორმაცია უნდა გადმოგცემს. არა, იმიტომ რომ რაღაც საწინააღმდეგო. ამიტომ ნახეთ, როდესაც ჩვენ ვისწავლით ერთმანეთის მოსმენას, ამის კულტურა გამოგვიმუშავდება და არ გავაწყვეტინებთ, უბრალოდ გავიგებთ რა უნდა ჩვენს პარტნიორს და გაგება შეგვეძლება, ეს თანაგანცდაც არის, გაგებას შევძლებთ მისი ყველანაირი თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ შეგვეძლება რომ შესაძლოა არც დავავალოთ მას ის, რაც არ ევალება და აღარც უარის თქმა არ იქნება. რატომ მენტალურ ჩვენ კულტურაზე ისაუბრეთ, ალბათ ესეც ახდენს გავლენას იმაზე, რომ ქალები დამნაშავედ გრძნობენ თავს, როცა უფრო მეტ დროს დაუთმობენ საკუთარ თავს და არა თქვა შვილს, ოჯახს. აი ეს მომენტი, აი ამას რა ქვია სიტყვაზე და აი ესეც პიროვნულ სრულფასოვნებაზე არის და აქაც კულტურულ მენტალობამდე მივდივართ, იმიტომ რომ ეს არ არის ევროპაში, ხომ? იმიტომ რომ მას ქალს უფლება აქვს თავისი პირადი ცხოვრებაც ჰქონდეს, კარიერაც აწყოს, იმიტომ რომ კაციც ისევე ვალდებულია იმ სახლის საქმიანობაზე, რაც სირცხულად ითვლება საქართველოში, ხომ? დღემდე სამწუხაროდ. თუმცა ნახეთ რაღაცნაირად ქალი გაიგივებულია ოჯახის წარმატებასთან, ოჯახის სრულფასოვნებასთან და ბუნებრივია, როდესაც პასუხისმგებლობები ესეთი გაზრდილია, შემდეგ პატარა შეცდომაზეც კი დიდი დანაშაულის გრძნობა. ამიტომ თავშივე უნდა იყოს ოჯახის წევრების მიერ პასუხისმგებლობის სწორად განაწილება. მე ვფიქრობ, ამ ახალგაზრდა ოჯახებში ეს უფრო მეტად გაცალკევებულია და განაწილებულია, რადგან ხშირად ხედავ ხოლმე ბიჭებს თავის
თავისი შვილები როგორ ასეირნებენ, შეუძლიათ გამოიცვალონ, რაღაცნაირად შეიცვალა ხო ჩვენი ყოფა მდგომარეობა კი და რაც შეეხება დანაშაულის გრძნობას, იცით რა, კარგად უნდა გააცნობიეროს ქალმა ისიც, რომ მისი ჯანმრთელობა, თუნდაც იმიტომ, რომ მომავალში შეძლოს რომ იყოს ფუნქციური და კიდევ უფრო შეძლოს მეტად ზრუნვა თავის შვილებზე, პირველ რიგში თვითონ უნდა გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას და თავის ფსიქიკურ სამყაროს. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ, რომ ქალი არის დედა, მას სურს იყოს კარგი დედა, კარგი დიასახლისი, მეოჯახე, ასე ვთქვათ, როგორც გამოთქმა ასეთი, კარიერაშიც წარმატებულია. ამას ყველაფერს გვინდა, არ გვინდა ქაოსს ქმნის, ხო, ერთი ადამიანის ძალებს შეიძლება აღემატებოდეს და ხშირად მოგვისმენია ასეთი ფრაზე გადარბენაზე, ვთქვათ, უმეტეს ის მოცემულობა რა დღევანდელ რეალობაში უწევთ ქალებს არჩევანის საშუალება თითქოს არ აქვთ, ხო? უნდა იმუშაონ აუცილებლად შვილებსაც მიხედოთ. თითქოს ახლა სხვა კულტურა ბავშვები დახავთ იქ მასწავლებლებთან, წრეებზეც რაღაცა. ეს ქალებთან აღემატება ხო ეს ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანის ძალებს, როდესღაც არის ზღვარი რომ დაიღალა ის და ხომ არ აი რომ ავუხსნათ თქვათ მაყურებელს ქალებს, ჩემთვისაც საინტერესო იქნება ამის მოსმენა. ჯანმრთელობას რა ზიანს მათ მენტალურს, ფიზიკურს, ჯანმრთელობას რა ზიანს აყენებს ეს ყველაფერი თქვათ დროთა განმავლობაში. კი, რა თქმა უნდა, ნახეთ ის რომ ყველაფერზე პასუხისგებელი ხარ შენ, ეს ბუნებრივია რაღაც ფორიაქის ფოთვის და ნერვიულობის საბაბს გაძლევს თავიდან, ხო? შემდეგ თუ კი დროში შეზღუდულობა ტვინისთვის ძალიან დიდი საფრთხის მატარებელია. განცდა ნერვიულობა ამ ყველაფერზე, სტრესის ქვეშ ყოფნა, ბუნებრივია, მუდმივი ნერვიულობა არ არის კარგი ჯანმრთელობისათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის და დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა ეს საზიანოა, თუმცა კიდევ ერთხელ ადამიანმა ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს თავისი შესაძლებლობები და თავისი ამოცანები. ანუ მაგრამ უნდა იმის კეთება, ხო, ეს შესაძლებლობები, მაგრამ შეუძლია კი. ეცით თუ ფიზიკური დრო აღემატება იმას, რაც ჩვენ გვინდა, საზღვრები ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ნახეთ, ჯერ ჩვენ თვითონ კარგად უნდა გავაცნობიეროთ. აი თამარ გაგოშიძე ნეიროფსიქოლოგი ძალიან ცნობილი ფსიქოლოგი არის და ყოველთვის, როდესაც ბავშვებზე საუბრობს, ყოველთვის მშობლებს ადანაშაულებს ბავშვების პრობლემაში და თითქმის ეს ყოველთვის ესეა ხოლმე, ხო? აი მშობლებს სურთ, რომ ძალიან ბევრ საგანზე ატარონ ეს ბავშვები, მაგრამ შედეგად მივიღებთ იმას, რომ ბავშვები გადაიწვევიან და უკვე არაფრის სწავლის და მეცადინეობის თავი აღარ აქვთ. ამიტომ ჩვენ მიზანიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, ხომ? რა გვინდა ამ ბავშვებისაგან რომ გამოვიდეს, რატომ ვაკეთებთ ასე? და ეხლა ეს კიდევ ძალიან შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი ბავშვებთან მიმართებაში, როგორ უნდა იყვნენ, თუმცა ქალთან მიმართებაშიც დასვენების გარეშე წარმოუდგენელია სტრესის დაძლევის და აი ამ პრობლემური საკითხების მოგვარების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ტვინა დაისვენოს და შეძლოს ახალი ფუნქციონირება, ახალი დღის დაწყება. ისე გამოდის ჩვენ ცხოვრებაში, რომ ჩვენ ვერ ვისვენებთ ახალ დღეს, ისე ვიწყებთ დაღლილი. და მე ამას ემატება ნელ-ნელა ახალ-ახალი პრობლემები, ახალი გამოწვევები და ეს ბუნებრივია შემდეგ რაღაც დიდ პრობლემად იქცევა ხოლმე ადამიანებისათვის, სხვათა შორის გადაუჭრელ პრობლემად. მე იწყება მედიკამენტების გამოყენება, მეგობრის, მეზობლის. კითხვით ესეც ძალიან არასწორია. ესეც ძალიან არასწორია, იმიტომ რომ ყველამ თავის საჭიროების შესაბამისად უნდა მიმართოს ექიმს და თვითონ განსაზღვროს რა საჭიროება აქვს მას და როგორ მოაგვაროს ეს პრობლემები. ქალებს რას ეტყოდით, რომ აი როგორ უნდა უთხრან საყვარელ ადამიანის გარშემო მყოფებს, ოჯახის წევრებს, შვილებს თუნდაც, რომ ეს ზღვარი დაიცვან თუნდაც. აი არ უნდა უთხრან, იცით? არ უნდა უთხრან. თავიდანვე რა ფორმით მიაწოდონ დროს. აი ნახეთ, მე ყოველთვის გოგოებთან ძალიან ბევრ გოგოებთან მაქვს ხოლმე შეხება და ყოველთვის როცა ჩვენ საუბარი გვაქვს მომავალზე, ყოველთვის საუბრობთ, რომ ყოველთვის თითოეული ადამიანი განსაზღვრავს ჩვენს გარშემო ადამიანების მიმართ ურთიერთ დამოკიდებულებას. ანუ რას უნდა ელოდე, ანუ მე კაფიო მესიჯები უნდა გავცე იმის შესახებ, რომ რა შემიძლია და რას უნდა ელოდეს ჩემი ოჯახის წევრი ჩემგან, რა შემიძლია მე და რა არ შემიძლია. თუ კი თავიდანვე მოვალეობები იქნება კარგად ჩამოყალიბებული, განსაზღვრული, ნუ გამონაკლისი შემთხვევები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ მუდმივად თუ კი ადამიანს ეცოდინება, რომ მას ამის პასუხისმგებლობა არ აქვს თუნდაც და ამის გაკეთება არ შეუძლია უბრალოდ იმიტომ რომ არ შეუძლია, მაშინ აღარ იქნება ეს ვალდებულება.
თავიდანვე სწორად უნდა დავაგდეს ეს ასე ვთქვათ საზღვრები განისაზღვროს უფლებების და მოვალეობების ალბათ. ცოტა რთულია ამის გაკეთება, მაგრამ იცით რას სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ის ადამიანები, აი ჩვენს რეალობაშიც რომ გადავხედოთ, რომლებიც უფრო მეტად აფასებენ თავის თავს, გარშემოყოფებისგანაც უფრო მეტად დაფასებულები არიან. ნუ ესეც გარკვეულწილად ხელოვნებაა და შეიძლება არ ისწავლება, მაგრამ ყველა ადამიანმა უნდა დააფასოს საკუთარი თავი. აუცილებლად ყველა ადამიანს აქვს ის თვისებები, ის შესაძლებლობები, რომლითაც ის ძვირფასია, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი თვითონვე აუფასურებს თავის შესაძლებლობებს და თავის საუკეთესო თვისებებს. თვითონაც არ თვლის ღირებულად და სხვა ადამიანები ბუნებრივია საერთოდ აღარ თვლიან ამ ადამიანის ღირებულებებს მნიშვნელოვნად. ჩვენ ვისაუბრეთ მენტალობაზე, კულტურაში შევახეთ, რაც უშუალოდ მართლაც დიდ გავლენას ახდენს, ხო, ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. მოცემულობა რაც გვაქვს ჩვენს გარშემო ქვეყანაში, იგივე სოციალური, ეკონომიკური პრობლემები, აი ეს თავისთავად ისიც ახდენს ხომ გავლენას ამ მენტალურ ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა. რასაც ალბათ ბევრი ქალი საკუთარ თავსაც ამოიცნობს ახლა ამაში, რომ ეს ყველაზე მეტად ახდენს და შეიძლება ითქვას, რომ ისინი ისეთი როგორ შეიძლება ითქვას პროდუქტიულები აღარ იყვნენ, ხომ ამის გამო, აი ამაზე რა შეგვიძლია? იცით რა თქმა უნდა, განწყვეტილი სტრესი, პრობლემები და შფოთვა, რა თქმა უნდა, ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებსაც პრობლემას უქმნის, თუმცა უმეტესწილად ისევ განმეორდები და ჩემ გამოცდილებას მივმართავ ძალიან ბევრ ახალგაზრდა გოგონებთან ურთიერთობისას მე დავასკვენი, რომ მცირე ასაკში განათლების მიღების აუცილებლობა არის ნომერ პირველი საკითხი, იმიტომ რომ გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ქალი თავისი შვილების აღზრდით არის დაკავებული და შემდეგ ეს ბავშვები იზრდებიან და ისინი ხედავენ, რომ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო აქვს და თვითონ არარეალიზებულები არიან, ძალიან ნანობენ ამაზე და ძალიან დიდი, თუმცა დროს ვეღარავინ დავაბრუნებთ ხომ? ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა პირველ რიგში გააცნობიეროს საკუთარი მენტალური შესაძლებლობები, პიროვნული ღირებულებები და განათლება არ არის აუცილებელი, რომ უმაღლესი განათლება მიიღოს, ხო? ყველას რაღაც ადგილი უნდა ეკავოს საზოგადოებაში და ყველა უნდა იყოს რაღაცნაირად რეალიზებული, ხო? აი შეიძლება ხა შემოხვედრი კითხვა ერთ-ერთი ქალბატონი რომ იჯდა, შეიძლება მითხროს, აი დღეს არ არის სამსახური, სად ვიმუშაო, მაგრამ არ არის ასე, იცით? თუ კი ეცდება ადამიანი და რაღაცას თავის ფუნქციონირებას მოისურვებს და მას შესაძლებლობაც ექნება ამ შესაძლებლობების განვითარების, მე ვფიქრობ, მაინც რეალიზება შესაძლებელია. თვით რეალიზება ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც ერთ-ერთი მოთხოვნილება არის ადამიანის ძირითად მოთხოვნილებებს შორის. იყოს რეალიზებული, აღიარებული საზოგადოების მიერ და პატივცემული, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პიროვნული განვითარებისთვის. აი ქალი მუდმივად გაღიზიანებულია და ცუდ ხასიათზე და ყველა გადის გარეთ, შემოდის და მე უკვირთ რომ აი მე რატომ ხარ და რა თქმა უნდა ის გაღიზიანებული იქნება, იმიტომ რომ აი ეს მოთხოვნილებები აქვს სულ დაუკმაყოფილებელი. ის ვერ ახერხებს საზოგადოებაში, საზოგადოების წევრად ყოფნას, ფუნქციონირებას, გასვლას, საკუთარი თავის რეალიზებას და ბუნებრივი არის სულ გაღიზიანებული. მასაც სჭირდება, ყველა ადამიანს სჭირდება ასეთი ფუნქციაში ადამიანური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ადამიანური ფუნქციონირება. ეს არ არის ფუფუნება, უბრალოდ წმინდა ადამიანური საკითხებია. ეგ აუცილებლად მინდა აი ამასაც შევეხოთ ჩვენ, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ორი პარალელური სამყარო, ერთი რეალური სადაც ცხოვრობთ, ერთი სოციალური ქსელები, ინტერნეტი, სივრცე. ეს ახდენს თუ არა მენტალურ ჯანმრთელობაზე გავლენას მაშინ, როდესაც თქვათ, ხედავენ რომ ვიღაც ფოტოებს დებს ლამაზ, რაღაც სტორებს ასე ვთქვათ და ცხოვრობს იმ სოციალურ ქსელში, ერთი შეხვედით ხედავთ რომ ის ძალიან ლამაზი ცხოვრებით ცხოვრობს და მაგრამ სინამდვილეში შეიძლება რეალობა სულ სხვა იყოს და რაღაცა. თქვენ ახსენეთ, რომ უფრო ახალგაზრდები მოგმართავენ სპეციალისტებს. აი ძირითადად მოდი ასე ვიტყოდი, რა ჩივილით მოდიან, რა პრობლემებით მოდიან და აი ამას რა გავლენა აქვს ამ ტექნოლოგიების განვითარებას ორ პარალელურ სამყაროს
ადამიანის მენტალურ მდგომარეობაზე. თუ კი ტექნოლოგიების განვითარებაზე ვილაპარაკებთ, ჩემი ძალიან სუბიექტური და შეიძლება ცოტა კონსერვატიული აზრია, მაგრამ მე ყველგან ვახმოვანებ, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვიყენებთ ტექნოლოგიებს სწორად და ყოველთვის ესეთ გვჩვევია, რომ ყველაფერი უნდა დავამახინჯოთ და ჩვენ და საზიანოდ გამოვიყენოთ სამწუხაროდ, იმიტომ რომ თუნდაც აი ეს მომართვიანობის რაღაც გარკვეული ხარისხი სოციალური ქსელებიდან, სოციალური მედიიდან არის წამოსული. ნახეთ, ახალგაზრდები ძალიან დიდ დროს უთმობენ ამ სამყაროს და ჩემთვის სიმართლე რომ გითხრათ, ის დათმობილი დრო არის აბსოლუტურად დაკარგული მათთვის და პირიქით უფრო მეტად საზიანო. იმიტომ რომ თქვენ ორი სამყარო ახსენეთ და ძალიან სწორი დახასიათებაა, იმიტომ რომ რეალური, ნახეთ, ძირითადად თუ ადამიანი ხშირად იწერება ხოლმე კიდეც Facebook-ზე, რომ ბედნიერი ადამიანი არასოდეს არც აფიშირებს, არც სხვას არტკილს არ აყენებს, იმიტომ რომ თვითონ ბედნიერია და ამ თავისი ბედნიერებით ტკბება. არ ჭირდება მას სხვას უმტკიცოს, რომ ის კარგად არის. იმიტომ რომ თვითკმარია, ნახეთ, აი ყველაფერი მაინც მიდის პიროვნულ სრულფასოვნებამდე და თქვენ მითხარით, რომ აი საჭიროებები რატოც ფსიქოლოგ შეიძლება მიაკითხოს ხომ ახალგაზრდამ, აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად თვითშეფასება ვახსენეთ და აი ვახსენე რომ აი მშობლებმაც რომ გაითვალისწინონ რომ თვითშეფასება ყალიბდება 0 თვიდან და ახალშობილი მშობლის შემოხედვით, მზერით და მიმიკით უკვე საკუთარ თავზე შთაბეჭდილებას იყალიბებს, მე სასურველი ვარ ამ სამყაროში თუ არა და შემდეგ ყველანაირ დამოკიდებულება მის მიმართ გამოვლენილი სითბო თუ სიცივე, ფსიქოლოგიური ზრუნვა თუ მიტოვებულობა, ყველაფერი აისახება ამ ბავშვის ფსიქიკაზე და ნახეთ უკვე დიდობის ასაკში, რა თქმა უნდა, ბავშვური გამოცდილებები და ბავშვური ტრამვებია, რაც მე დიდებს ხელს უშლის ნორმალური ფსიქიკური ჩამოყალიბებისთვის და განვითარებისთვის დიდწილად, რა თქმა უნდა. და ნახეთ, დიდობის ასაკ, ნუ ახალგაზრდები თუ შეძლებენ რომ შესაძლებელია ჩვენ გქონდეს გარკვეული პრობლემები თვითშეფასებასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ იქ მივდივართ რომ შესაძლოა დაიხმარო სპეციალისტი ამის მოსაგვარებლად, ხო? თუ კი ისინი შეძლებენ რომ საკუთარ თვითშეფასებაზე, საკუთარ იდენტობაზე, საკუთარ შესაძლებლობების გამოვლენაზე, შემეცნებაზე, თვითშემეცნებაზე და რეალიზებაზე იფიქრონ, მაშინ მე მგონი აღარ დაჭირდებათ რომ სხვებს უმტკიცონ ეს ფარსი ასე დავარქოთ, ხო? შესაძლოა იქ რაღაცა და მეორე მომენტია, ჩემთვის სრულიად მიუღებელია ეს შექმნილი სამყაროებით თავის წარმოჩინება, იმიტომ რომ ტყუილზე აგებული მათვე აზიანებს რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია და საერთოდ ადამიანების მიზანი რომ არის ეს, რომ იქ სადღაც წახვიდე და რაღაც ადამიანებთან სოციალურ ურთიერთობაში ჩაება, იმიტომ რომ ეს შემდეგ ფოტოების სახით დადო, ეს საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია, იმიტომ რომ ადამიანები აღარ ცხოვრობენ თავისთვის, აღარ დადიან, აღარ ხვდებიან ერთმანეთს, აღარ დადიან გასართობად, იმიტომ რომ რეალურად ის გააკეთონ, რაც უნდათ, არამედ იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ამის აფიშირება მოახდინონ, ხო? სამწუხაროა, ეს სამწუხარო რეალობაა. რა შეტყოდით ქალებს, რომ თუნდაც ისინი იყვნენ პროდუქტიულები, ჯანმრთელები, მენტალურადაც ასე თქოდით ქალებს, აი რას მიაქციონ ყურადღება, როგორ შეცვალონ საკუთარი ცხოვრება. მე ძალიან ყოველთვის მახსენდება ერთი ქალბატონი სამწუხაროდ დაღუპულია დევნილთა დასახლებაში, როდესაც გარკვეულ ტრენინგებს ვატარებდი, ერთ ქალბატონს ვკითხე, არასოდეს არ საუბრობდა. არ ებმებოდა ჩვენს საუბარში, არ ვაპარაკობდა და ვკითხე, რომ აი თქვენ თავს რომ ეკითხებით, აი რა გესიამოვნებოდათ, რას გეუბნებათ თქვენი თავი და მითხრა, რომ ჩემი თავი ვინ არისო? ანუ დავინახე რომ ეს ადამიანი არასოდეს დაფიქრებულა საკუთარი თავის შესახებ, საკუთარი სურვილების შესახებ, საკუთარი ოცნებების შესახებ, საკუთარი მიზნების შესახებ. ეს იყო ადამიანი, რომელიც მორჩილად ერთგულად ემსახურებოდა თავის ოჯახს. და სამწუხაროდ ამ ამბიდან 5 თუ 7 წლის შემდეგ გავიგე რომ ინფარქტით, სრულიად ახალგაზრდა ინფარქტით დაიღუპა უცბად. და დღემდე ძალიან დიდი ტკივილი მაქვს გულში, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი არც ფიქრობს საკუთარი თავის შესახებ და არც იცის რომ ეს საკუთარი
თავი არსებობს. ამიტომ ყველა ქალს ვურჩევდი, რომ ერთჩვენიერ დღეს დავჯდეთ და დავფიქრდეთ, ვინ ვართ ჩვენ, რას წარმოვადგენთ, რა შესაძლებლობები გვაქვს, რა შეგვიძლია. შეიძლება ეხლა მე რაღაც არ შემიძლია, მაგრამ პოტენციურად შემიძლია და თუ კი ვისწავლი, თუ კი რაღაც გამოცდილებას მივიღებ, უნარჩვებას შევიძენ, მე შემიძლია რომ რაღაც ნაბიჯები გადავდგა წინ და უფრო მეტად ვიყო ფუნქციურად გამოსადეგი ჩემი შვილებისთვისაც საამაყო დედა. ამიტომ ზოგი ხელჩაქნეულია, ზოგი ამაზე არც დაფიქრებულა, ზოგს იმედი არ აქვს საკუთარი თავის, მაგრამ ასე ფიქრი არ შეება. ყველა ადამიანი იბადება გარკვეული შესაძლებლობებით, თავადია ჩვენ ვიცოდეთ ამის შესახებ და ვიზრუნოთ მათ განვითარებაზე. უღრმესი მადლობა ეკა. საინტერესო საუბრისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შევხედა დარწმუნებული ვარ მართლაც ბევრი ქალი ამოიცნობს საკუთარ თავს მეც ბევრ რამეზე დავფიქრდი და ძალიან კარგი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი დროისთვის დიდი მადლობა მაყურებელს კი მომდევნო გადაცემამდე დაბეჭდობები